რა საუბრობენ შენს ზრუქს უკან ნახოთ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო როგორ ახართ რა საუბრობენ შენს ზრუქს უკან რა საუბრობენ პირველ რიგში გეტყვი რომ ძალიან მაგრად შურთ შენი სილამაზის შურთ ფინანსური მდგომარეობის შურთ შენი სტაბილურობის შურთ სტაბილური შინაგანი სტაბილური ბალანსი გაქვს ძალიან აინტერესებთ როგორ ახერხებ საერთოდ როგორ ახერხებ ფეხზე დგომას როდესაც პრობლემებია გარშემო სავარაუდოდ ბევრთან ვინ გეხმარება ვინ გიმარტივებს ცხოვრებას როგორ ებრძვი ამ ყველაფერს რასაც ებრძვი ან ამ ყველაფერს უკვე მოერიე სავარაუდოდ უკვე მოერიე ამ ყველაფერს ერთი სიტყვით შოკი აქვთ როგორ შეძლო როგორ გადალახა როგორ იმოქმედა როგორ იცხოვრა როგორ გადაახდა ამ ყველაფერს შოკირებულები არიან თქვენი გველი მტრები მათ არასვენებს თქვენი პირადი ცხოვრებაც თქვენი სულაც რომ არ იყოს ეს პირადი ცხოვრება იგონებენ რომ პირად ცხოვრებაში ვიღაცა გყავთ ან პირადი ცხოვრები და ვიღაცა გეხმარება ან მეუღლის მხარდაჭერით ხარ ასეთი ძლიერი და ბლა 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 და ასე შემდეგ ერთი სიტყვით შენ არაფერი არ ახარ გეხმარებიან თან ყვებიან მუთაკები გავსებული გაქვს დოლარებით და ასე შემდეგ შური ჭამს ამ ხალხს და შეჭამს მათ ბოლომდე გადავარდა ხო აქ აშკარად ქალიც საუბრობს რომ ნუ არის კატეგორია რომელიც ამბობს ზედმეტ ძლიერი ხართ და როგორ გადალახეთ ყველაფერი ასე ვთქვათ ამოისუნთქეთ და თავიდან დაიწყეთ საუბრობთ ყველაფერი აი თქვენთან როგორ არის იცი ბევრთან თითქოს რაღაცა იყო ბრახ და დამთავრდა ყველაფერი დაინგრა და თქვენ ეს ყველაფერი თავიდან ასე რაღაცნაირად ააშენეთ ამისგან არიან შოკში თქვენი სიმტკიცით აღიზიანებთ ამ ხალხს. ძირითადად ეხლა აქ უფრო სინამდვილეში შურის გამოხატულება არის, აი შურია. ან თითქოს მეგობარია, თითქოს ვიღაცა ახლობელია. იცით რა საერთოდ სხვა უბნიდან არ მოვლენ თქვენზე სალაპარაკოდ. ეგენი ძირითადად არიან ან მეგობრები ვითომ მეგობრები და ვითომ ნათესავები. იქ ვიღაცა სხვა უბანში, სხვა ქალაქში მიცხოვრობს, თქვენი ამბები სულ არ აინტერესებთ. აბსოლუტურად. ძირითადად ახლოწრიდან არიან ხოლმე, ვინც ესე დამოკიდებულებაშია ხოლმე. თითქოს მეგობარია, თითქოს ახლობელი, მაგრამ რეალურად თქვენს პრობლემებზე სხვებთან ყვება, მსჯელობს, საუბრობს და ახლა უკვე თქვენს წარმატებაზე. არ ვიცი ვის რა გაქვთ, ასეც იქნება ისიც და პლუს ახლა ამბობს იმას, რომ რაც აქვს ამ ყველაფერს არ იმსახურებს. არადა ინარჩუნებს სტაბილურობას თქვენზე მიჩვენებს ის, ვინც ამ ყველაფერს საუბრობს. ძალიან უნდათ, რომ თქვენი რეპუტაცია ცოტათი მაინც შეარყიონ, უნდათ ზიანის მოყენება თქვენთვის არ შეუძლია. თქვენზე ვინც ცადა ამ ზიანის ბუმერანგის ან მიყენების ფაქტი, ხო? ეს ყველაფერი უკან დაბრუნდა მათთან 3 მაგად დაბრუნდა 10 მაგად და ბევრთან საერთოდ ისე რომ ბევრი რამე დაავიწყდათ ხვდებით.
რაზე საუბრობენ? თქვენს დამოუკიდებლობაზე საუბრობენ. თქვენს პირად ცხოვრებაზე, ფინანსურ სიმტკიცეზე, სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ბევრი ცუდი სიტყვა, ბოროტი ფაქტი, ფიქრი თქვენს აურას ასუსტებს. მაგრამ თქვენ ახერხებთ და თავს იცავთ მათი ნეგატიური ზეგავლენისგან. აქ თქვენი განკითხვა აქ ხშირად, ყოველდღიურად ხდება. ვიღაცას როგორც ჩანს თქვენ დაემშვიდობეთ, აი ამ ვიღაცას, ვინც ამას საუბრობს, ან ეს ვიღაცა, ვინც საუბრობს ამ ყველაფერზე, ვერ ისვენებს. აღარც არის უკვე ბევრი თქვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი, მაგრამ მაინც ჩვევათ აქვთ, ხვდებით, თქვენი განკითხვა, სიტყვით, შავი ენერგიით, უშვებენ ასე თქვენს მიმართ ამ ენერგიას, უბრალოდ არ გხვდებათ? არა, რა თქმა უნდა, შეხედეთ. არ გხვდებათ. მათთან მიდის ეს ენერგეტიკა. მიდის და როგორ მიდის? როგორ მიდის? საშინლად, დემონი ამოდის. ცილის წამება, სიტყვა, ყველაფერი აბსოლუტურად მოქმედებს ისე, რომ აი ანგრევს პირდაპირ მათ და მათიანებს კიდევ. ვისაც გეცოდებათ აი ესეთი ხალხი, დატოვეთ აქაურობა და სხვა გაშლებს უყურეთ. მე არ მეცოდებიან. მათი ბოროტი სიტყვა, მათი შური, რაც გროვდება და დაგროვდა, რაც წავიდა ისე ბუმერანგით მათთან, რა თქმა უნდა, იმოქმედებს მასზე ძალიან ცუდად, დაარტყავს ფინანსებზე, დაარტყავს ჯანმრთელობაზე, დაარტყავს ყველაფერზე აბსოლუტურად დაშორებაზე და საერთოდ აზროვნების შენარჩუნებაზე ისაუბრობენ, იმდენად იქნებიან არეულები. და თქვენ როგორ იქნებით? თქვენ როგორ ჩანს? ასუფთავებთ, იცავთ თავს, რა თქმა უნდა, აქ თქვენზე მოქმედებს ეს ყველაფერი, მაგრამ არც ისე ძალიან ვიტყოდი. ნეგატიური ენერგია მათი მიდის ისევ მათთან. თქვენში იმდენი მზეა, იმდენი სინათლეა, რომ აი ამ სხივებით თქვენ ამ ყველაფერს წვავთ. ან ფარველი გყავთ ძალიან ძლიერი, ან წმედებს იკეთებთ. არ ვიცი რას იკეთებთ, მაგრამ კაი თვალისწინეთ. ეს ყველაფერი, ყველა მათი ხმალი მათთან ზურგში აღმოჩნდება ძალიან მალე. მე არ მეცოდებიან. წარმატებები, ძვირფასებო.